ისკანდერების რეალურად იყო რუსეთში და საბოლოოდ ამ შეგვიძლია კინა დავარდა და არა ჭურვი. ანუ რაც მეშინო გათიშეს ის შიდა ნაწილი, რომელიც ფეთქდება რა, ეს უკვე სამხედრო დეტალებია, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა, რომ იმ მომენტში ანუ რუსეთს რა ვალდებულებებიც ჰქონდა სომხეთისადმი, ხო? და ყველაზე თანამედროვე ახლა BTR-ებზე ხო არ საუბრობთ, ეს იქნება თვითმფრინავები, თუ იქნება ბალისტიკური რაკეტები, ორივეში უღალატა პირდაპირ გაგეთ, მაგრამ კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, ახლა ბევრს ამ ომის დროს ახსენდება მაგალითად თურქეთის ბაირაქტარების დრონები, კი ბატონო. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ. ასევე ისრაელული დრონებსაც ჰქონდათ და მათ შორის ლორა სარაკეტო სისტემებს, მაგრამ 90% აზერბაიჯანის შეიარაღების პროცენტული მაჩვენებლებით ახლა რა როლი აქვს, ეგ სხვა თემა. შეიძლება ბაირაქტარებს დიდი როლი ქონოდა, მაგრამ 90% მათ შორის ძირითადი სატანკო, BTR-ები, ანტისატანკო და ასე შემდეგ, ანუ მიწაზე რაც გამოიყენებოდა აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს ჰქონდა რუსეთიდან.